პროცესი დაიწყო პარალელურად 28 ნოემბრის შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე პროტესტისა, რადგანაც საზოგადოებას გვესმის ყველას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ საზოგადოების მაუწყებელი, რომელიც ჩვენი ფულით მოქალაქეების ფულით ფინანსირდება და რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ტელევიზიას ამ რუსული ჰიბრიდული პროპაგანდის ბადეში, სისტემაში, რომელიც წარმოდგენილია ყველაზე აგრესიულით, როგორც არის პოსტივი, შემდგომ იმედით, ასევე სამწუხაროდ რუსთავი 2, რასაც ჩვენ ხედავთ და ყველაზე რბილად ამას აკეთებს საზოგადოების მაუწყებელი, მაგრამ ნამდვილად აკეთებს, იმიტომ რომ მათი სტრატეგია თუ არ არის ხშირად ტყუილის თქმა, არის სიმართლის დაფარვა და ჩვენ ხედავდით ამ მთელ პროცესს სწორედ აი ამ პროტესტის 50 დღის პარალელურად. მათი მიზანი იყო პროტესტის დამალვა როგორც რუსთაველს, ეს ხშირად კეთდებოდა მაგალითად კამერის დაფიქსირებით და რაკურსის შერჩევით, ეს ასევე ხდებოდა იმ რეალობაში, როცა მიზანმიმართულად საარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში შენობის გადასვლის საკითხის პარალელურად შეიზღუდა სივრცე საზოგადოების მაუწყებელზე მსჯელობის პრობლემებზე და რეალურად ჩვენი პროტესტის შედეგად ჩვენ მივახციეთ იმას, რომ გაიხსნა ეს საღამოს მოამბის შემდეგ ეთერი, რომლის დროსაც საზოგადოების განსხვავებული წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში ჩვენ დავთვალეთ, რომ 60-ზე მეტი ადამიანი შევიდა აი ამ ჩვენი ინიციატივის ფარგლებში ეთერში, სრულიად სხვადასხვა წარმომადგენელი სხვადასხვა სფეროს საზოგადოების და შევძელით მნიშვნელოვან სივრცედ რომ გარდაქმნილი იყო საზოგადოების მაუწყებლის პირველი არქი, სადაც რეალურად მიმდინარეობს მსჯელობა. რატომ? რადგან ჩვენ ისეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ვართ ახლა ქვეყანაში, რომლიდან გამოსავალი ყველაზე მარტივი და ყველაზე სწორი არის, რა თქმა უნდა, დიალოგის გზით და აი ამ დიალოგის სივრცე მათ შორის უნდა იყოს პირველი არქი საზოგადოების მაუწყებელი. სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ, რომ ზუსტად იგივე სტრატეგია შეარჩიეს საზოგადოების მაუწყებლის ხელმძღვანელებმა, ამ შემთხვევაში ვასილ მაღლაფერიძეს და თინათი ბერძენიშვილზეა საუბარი, ვინც პარტიულ დავალებებს ასრულებს და ვასილ მაღლაფერიძე საერთოდ ქართული ოცნების პარტიის წარმომადგენელიც იყო და რჩება და შესაბამისად იმის ნაცვლად, რომ აი ამ საღამოს ეთერი, რომელიც გაიხსნა, მთელ დღეზე გადაეტანა და პირდაპირ თქვათ, სერიალების და ფილმების ნაცვლად, რომლებსაც არანაირი დამატებითი ღირებულების შექმნა არ შეუძლიათ ჩვენი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ამ რეალობაში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ყოველი დღე პროტესტის და მნიშვნელოვანიანი ფართო დიალოგი იმისა, რომ რეალურად ვიპოვოთ გამოსავალი. აი ამ სერიალების და ფილმების ნაცვლად გვინდოდა ეთერის გახსნა და წარმოიდგინეთ რა ტიპის ნაბიჯი გადადგეს, რომ იმის ნაცვლად, რომ გაიხსნა დღის ეთერი და კონსენსუსზე წასულიყვნენ, საღამოს ეთერიც კი გააუქმეს. ახალი წლის შემდეგ პრაქტიკულად ზარებზე არ პასუხობენ უბრალოდ, აღარ გამოდიან ამ საინიციატივო ჯგუფთან კონტაქტზე და ამის შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ შეცვალეს ფორმატი, ზუსტად ისეთი გახადეს, როგორც მათ აწყობთ, ხშირად ეს არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და საზოგადოების ხმა დაიკარგა ამ პროცესში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენი მოდელი საზოგადოების მაუწყებლის ჩამოყალიბების და ხელმძღვანელობის არის პრაქტიკულად საბჭოთა და არ არის შესაბამისობაში თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ თუ ავიღებთ იგივე მაგალითად გერმანიის სტანდარტს და სხვა ევროპული სახელმწიფოების, სრულიად შესაძლებელი არის ეს მოდელი, როცა პარლამენტი ირჩევს ამ შემთხვევაში ბორდს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ პარლამენტს, სადაც უზარმაზარი კონტროლი აქვს სწორედ მართველ ძალას იმ მომენტისთვის. ჩვენ გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, ამაში ზოგადად არის სხვადასხვა ტიპის სისტემა იქნება, როცა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, უნივერსიტეტების როლი იზრდება ამ პროცესში ჩართულობის stakeholder-ები, ასე ვთქვათ, ანუ ყველა კავშირების, რომელიც საზოგადოების ამას რთავს და ირჩევს საბოლოო ჯამში ისეთ ბორდს, რომელიც ამ მრავალფეროვნებას ასახავს. ჩვენი პრობლემა იმაში არის, რომ პრაქტიკულად ერთი მხრივ ოკუპირებულია აღმასრულებელი საკანონმდებლო სასამართლო ხელისუფლება ამ რუსული რეჟიმის მიერ, მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ უნივერსიტეტებიც კი არის საჯარო სახელმწიფო უნივერსიტეტებს გულისხმობ, მათ შორის ოკუპირებული, ანუ საბჭოთა სისტემით მივდივართ და საბჭოთა სისტემაში აუცილებლად საზოგადოების მაუწყებელიც არის საბჭოთა, როგორც ეს იყო სწორედ საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში და ამის აშენების სურვილი აქვს დღეს ივანიშვილს. სწორედ ამიტომ სამწუხაროდ ეს ბრძოლა არ გადის მაგალითად მცირე გამარჯვებებზე, როგორც არის საზოგადოების მაუწყებლის განთავისუფლება. ეს შეუძლებელია სანამ შიგნითვე არის შესაძლებელი თვითონ სისტემა, როგორც ხვდები. სრულად არის შესაძლებელი სისტემა. კარგი არის, რომ ამ სისტემაში არის ბევრი ადამიანი, რომელიც შიგნიდანვე იბრძვის თავისუფლებისთვის და სწორედ ეს
ეს ახასიათებს ჩვენს ქვეყანასაც მთლიანად, სადაც საზოგადოება იბრძვის ამ გასაბჭოების წინააღმდეგ და ჩვენ ვნახეთ შესანიშნავი მაგალითები ჟურნალისტების, ვინც საზოგადოება მაუწყებელზე შიგნიდან ამას აპროტესტებს, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ მაინც ეს რეჟიმი შიგნიდან ბლოკავს ამ ადამიანებს, უზღუდავს მათ გადაცემებს, ხო რეალური სივრცე არის ერთ-ერთი ასეთი გადაცემა და ხედავთ სხვადასხვა ტიპის ჟურნალისტებს ამ დაუტაშვილის არაჩვეულებრივი გადაცემა იყო, სადაც გვესმოდა ჩვენ ეს რაც გვინდა, ასე ვთქვათ, კრიტიკაც გვესმოდა და დისკუსიებიც იყო და საკმაოდ საინტერესო, რომელიც შეჩერებულია როგორც ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, რომ საზოგადოება მაუწყებელთან, სადაც ჩვენ ვალდებულებაც გვაქვს და უფლებაც გვაქვს, რომ გავათავისუფლოთ ეს ტელევიზია რუსული ჰიბრიდული პროპაგანდისგან, გაგრძელდეს ეს პროტესტი, კიდევ უფრო დიდი და მზარდი გახდეს, ზუსტად ისე როგორც ეს გრძელდება პარლამენტთან და წნეხი უნდა იყოს იმდენად სერიოზული, რომ საბოლოო ჯამში მივახციოთ მთავარ მიზანს. ეთერის გახსნა იყო ტაქტიკური მიზანი. სტრატეგიული მიზანი არის, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობის შეცვლა. ისევე როგორც ქვეყანაში სტრატეგიული მიზანი არის ახალი არჩევნები და ამ რუსული ძალის მოშორება ხელისუფლებისგან. და სწორედ მაგის შემდეგ უნდა დავიწყოთ ჩვენ საუბარი იმაზე და პარალელურადაც მაგაზეც საუბრობთ ახლა როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ რა წესებით ახალი მოდელი, რომ საზოგადოება მაუწყებელი იყოს ნეიტრალური ამ შემთხვევაში არბიტრი. თუ ჩვენ საერთოდ გვჭირდება საზოგადოება მაუწყებელი. არის ამაზე საუბარი. ეგ ცალკე თემაა, ცალკე საგადაცემო თემაა ზოგადად საჭიროა თუ არა საზოგადოება მაუწყებელი ქვეყანაში, მაგაზე ბევრი ადამიანი დაობს ზოგადად. მაგრამ ამაზე საუბარი არის და ჩვენი ინიციატივის ზოგადად მიზანია და მსგავსი აი ამ საინიციატივო ჯგუფების რომ დავიწყოთ საუბარი საზოგადოება მაუწყებელზე, რომელიც იყო ასე უყურადღებად მიტოვებული და რეალურად გახდა ხელისუფლების ინსტრუმენტი. ამიტომ უნდა დავიწყოთ კონცენტრაცია საზოგადოება მაუწყებელზე, რადგან ის არის ჩვენი და უნდა დავიბრუნოთ. როცა ვამბობ ჩვენი, გულისხმობ მთელი საზოგადოების, მაგრამ განსაკუთრებით იმ 80%-ზე მეტის, ვინც ნებითაც განმტკიცებულია ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეს რადგან კონსტიტუციური პრინციპია, საზოგადოება მაუწყებელი ვალდებულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. ეს არ არის მხოლოდ სურვილი მათი ან კეთილი ნება, რასაც არ აკეთებენ. ანუ 78 მუხს კონსტიტუციის არღვევს მათ შორის საზოგადოება მაუწყებელი, იმიტომ რომ არის კონსტიტუციური ორგანო. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის სტრატეგიასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საზმაუსთან მიმდინარე პროცესის სტრატეგია არ არის გამიჯნული ზოგადი სტრატეგიისგან. ჩვენ დავინახეთ, რომ პირველ ეტაპზე უზურპატორს, ანუ ამ შემთხვევაში საოკუპაციო რუსულ რეჟიმს და როცა ვამბობ რუსული, გულისხმობ პირდაპირ რუსეთიდან ბრძანებების კონტექსტს, ცხადია და ამის შესრულება ხდება მხოლოდ აი ამ პიროვნებების მიერ, ვისაც ჩვენ ხედავთ. ამ სისტემის პირველი ეტაპი იყო ძალადობა ჩვენს წინააღმდეგ, ახლა არიან იგნორირების ფაზაში გადასული, მათ შორის პროტესტის, როგორც პარლამენტთან, ასევე პროტესტის საზმაუსთან და ეს გადაწყვეტილება მათ შორის არის ამის შედეგი. ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ ჩემი აზრით, რომ შევძლოთ აქედან გამოვიდეთ, ეს არის ისეთი ტიპის გარდაქმნა აი ამ პროტესტის და მთელი პროცესის, რომ ამის იგნორირება იყო შეუძლებელი. შესაბამისად, საჭირო არის წარმოუდგენლად უფრო დიდი მასშტაბის პროტესტი, რომელიც გამოიწვევს პირდაპირ თქვა წარმატებული ნებისმიერი შემთხვევა, როცა ასეთი რეჟიმის დიქტატურის დამარცხება ხდება, ან ეს სრულდება ბელარუსიზაციით, სადაც ვერ მარცხდება დიქტატურა, ან სრულდება სხვა წარმატებული შემთხვევების სცენარით, სადაც დიქტატურა მარცხდება. ეს არის პარალიზება მთელი ქვეყნის და პარალიზება მათ შორის იმის, რომ ამის ვერც იგნორირება იყოს შესაძლებელი, იმ მასშტაბის უნდა იყოს და ამის შეუძლებელი იყოს მათ შორის ძალადობის მეშვეობით ამის წინააღმდეგ ფუნქციონირება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ფაზაზე, სადაც თუ აქამდე ეს თვითორგანიზებული იყო ყველაფერი და ეს არის პოზიტიური კი ბატონო, ის რომ ხალხი 7-ზე ყოველთვის იყრიბება პარლამენტთან, ეს არის პოზიტიური ტენდენცია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ რუს ოლიგარქს შერჩეული ქონდა 28 ნოემბერი, იმიტომ რომ წინ იყო 3 თვის პერიოდში ზამთარი, იყო საკმაოდ რთული აი ამ პროტესტის ორგანიზება შედარებით სხვა პერიოდებთან და ამიტომ ჩვენც უნდა მიხვდეთ, რომ ახლა შესაძლებელი არის სტრატეგია და ტაქტიკა და პირველ რიგში ეს სტრატეგია უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ, ჩემი აზრით, ერთი დიდი ფრონტი წინააღმდეგობის
რომელიც პირობითად მაგალითად იქნება ევროკავშირში გაწევრიანების კოალიცია, რომელიც ჩვენ უნდა მოვემზადოთ აი ამ ახალი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი ფორმატით უნდა ვიყოთ მზად აი ამ ახალი არჩევნებისთვის და შესაბამისად, ყველა არამხოლოდ პოლიტიკურ არსებულ პლატფორმებს გულისხმობ ყველას, არამხოლოდ 4 კოალიციას, არამედ უფრო ფართო. არამედ გულისხმობ, რომ აი ამ ახალ კოალიციაში, როგორც სამოქალაქო პოლიტიკური ერთობა რადგანაც ამ პროტესტში ჩვენ ვხედავთ, რომ დგას იდეოლოგიური საკითხი, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და მეორე მხარეს არის რუსეთში, არა მხოლოდ ირანი, ჩინეთი, მაგრამ ავტორიტარიზმში და პირველ რიგში რუსეთში ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, წაყვანის პროცესი. ამიტომ ეს ერთიანი ფრონტი უნდა მოვამზადოთ, სამოქალაქო საზოგადოება და ის ხალხი, ვინც ჩანს ახლა ყველაზე აქტიურად, ამაში უნდა ჩაერთოს ყველაზე აქტიურად. ეს უნდა გახდეს კოორდინირებული და მართვადი პროცესი და იმისთვის, რომ მივიყვანოთ ეს შედეგებამდე და შედეგი არის გამარჯვება ამაში. აუცილებლად. და ამ გამარჯვებამდე რომ მივიყვანოთ, გვჭირდება ამ ყველაფრის კოორდინაცია მართვა, პარალელურად იმისა, რომ პროტესტი გახდეს გარკვეულწილად მართვადი, მართვაზე მოსაგულშობა, ამ ფართო საზოგადოების მხრიდან, მეორე რომ ახალ არჩევნებზე ჩვენ წავდგებით სრულიად სხვა ფორმატით, ერთი არჩევანით, რომელიც იქნება სწორედ ევროკავშირის არჩევანი და სადაც უმრავლესობა ექნება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სიას გულისხმობს საპარლამენტო და ასევე მე ვთვლი, რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის მათ შორის საზოგადოებას დავანახოთ, ვინ იქნება ქვეყნის მმართველობაში გამარჯვების შემდეგ.